ყველა ზარზე არის პასუხი. კახი კალაძე, თბილისის მერი მოქალაქეებს არ ხვდება. პირველებმა გაარკვია, რომ თბილისის მერი წელიწადზე მეტია ორხევის დასახლებაში მცხოვრებს, სოციალურად დაუცველებს არ ხვდება და ბენეფიციარებთან საერთო ენას ვერ ნახულობს. სოციალურად დაუცველები კი, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ, ახლა დიდი პროტესტისთვის ემზადებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მერია მათთვის ორხევის საცხოვრებლის ოთახების წართმევას აპირებს და ქუჩაში დარჩებიან. 2019 წელს აქ რომ შემოგვიყვანეს, გოჩა მინდიაშვილმა გასაღები გადმოგცა და გვითხრა, აქ ვიცხოვრებდით მანამ სანამ საკუთარ სახლს არ შევიძენდით, ჩვენ ხელშეკრულებაში ჩაგვიწერეს, რომ 2 წლის შემდეგ გადაგვიყვანდნენ ალტერნატიულ ფარდში, სხვანაკაც შემოიყვანდნენ. ერთი ტყუილი, მეორე ტყუილი ის, რომ ჩვენ აქ ვიცხოვრებდით ბინის შეძენამდე, 2021-22 წლებში გვითხრეს, შენობა უნდა გაერემონტებინათ და დავბრუნდებოდით. 2024 წლის 25 დეკემბერს გელა ჩივიაშვილი და გოჩა მინდიაშვილი მოვიდნენ შენობაში და მოსახლეობას უთხრეს, რომ შენობა ავარიულია, უნდა გაიყიდოს. ორხევის სოციალურ საცხოვრებელში მაცხოვრებლების უკმაყოფილება დაიწყო იმით, რომ მათ მერია არაერთ ტყუილში გამოიჭირეს. მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებს 38-მდე კვადრატული ოთახების საკუთრებაში გადასცეს, მერია სხვადასხვა თეორიებით ცდილობს ბენეფიციარების სხვაგან გადაყვანას. ჯერ უთხრეს, რომ ახლად გარემონტებული ოთახები თავიდან იყოს არემონტო. ახლა კი ეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია და სასწრაფოდ უნდა დატოვონ. 25-მდე ოჯახი ადგილიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ჯერ ამასო გავარემონტებთ კედლებსო გიფსოკარდონი ესე იმითი რო არისო ამასო ბლოკებით ამოვაშენებთ და ხელახლა გავარემონტებთ და უკან შემოგიყვანთო 1 წლის თავზეო. ამაზე ხალხი არ დათანხმდა, მოგვეცით თანხა და ჩვენ გავაკეთებინებთ და აქ ვიცხოვრებთ რა ჯერ ერთი გააკეთებთ ნერვეო. შეცვალეს ეს მეთოდი და უიმე ეს ავარიული ყოფილა, არიქა გაიქეცით თორემ წავიქეცით. მერიის თანამშრომლება თვითონ დალეწეს აქ ყველა. თვითონ დალეწეს ყველაფერი. ოჯახების ნაწილი საცხოვრებელიდან მერიამ ხელწერილი საფუძველზე უკვე გაიყვანა. აქ დარჩენილები კი ირწმუნებიან, რომ მერიის თანამშრომლებმა და მერიის მიერ მოყვანილმა ექსპერტებმა შენობა ძალით დააზიანეს, რომ ავარიულად გამოეცხადებინათ. მას შემდეგ, რაც ბენეფიციარების ნაწილმა საცხოვრებელი არ დატოვა, დაიწყო შენობის მიზანმიმართულად ნგრევა. ჩალეწეს კარ-ფანჯრები, ოთახები და ბოლოს საცხოვრებელში, სადაც ათობით მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ჩაჭრეს ელექტროენერგია. კარ-ფანჯარა ჩამოხსნილ ოთახებს ხედავთ. აბსოლუტურად ყველა ნამტვრევი მერიის თანამშრომლები მოვიდნენ და თავისი ხელით ამტვრევდნენ. ყველა კარ-ფანჯარა გოჩა მინდიაშვილს აქვს აღებული. რო ავარიულად გამოიცხადებინათ. ექსპერტიზა ჩაუტარდა და მაგენმა ეს დაანგრიეს. აი ეს მოანგრიეს. ამის დანგრევა ფაქტურად არ შეიძლება ეს არის საყრდენი. სოციალურად დაუცველები ფიქრობენ, რომ შენობა ავარიულად მიზანმიმართულად გამოცხადდა და მათთვის მხოლოდ ერთი ოფიციალური ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტით საკმარისი იქნებოდა, რომ მერიის მოთხოვნას დამორჩილებოდნენ. მაგრამ კალაძე სოციალურად დაუცველებს წლებია არ იმჩნევს, არ შეიმჩნია არც 16 მაისის ღამე, როდესაც თოთო ბავშვებით ბენეფიციარებმა ღამე მერიის წინ გაათენეს. 50 მაინც იქნება, ანუ მრავალშვილიანები არიან ბევრი. ჩვენთან ბავშვები და შუქი ჩაჭრეს. მერიის ბრძანებით ჩვენ ვეუბნებით, ვანახეთ ადგილი. ჩვენი წელი დაჭირდება, რა დაჭირდება, რომ ჩვენ ბინას მივიღებთ. მაგ შემთხვევაში იურიდიულად დამტკიცებული საბუთით. ესე სიტყვით არა, იმ შემთხვევაში გავალთ ქირით. უნდა გვაჩვენონ, რომ დაწყებულია კორპუსის მშენებლობა. უნდა ვიცოდეთ მისამართი, როცა შენობაში შევედით, გავხვდა უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, რომ მოხდა ფულის გათეთრება, ეს ფული ამოიჭამა, ეხლა მოიგონეს, რომ გამოაცხადონ ავარიულად. 7 მილიონია შეჭმით, თქვენ წარმოგიდგენთ თუ გიფსოკარდონებშია. 14 მაისს ტელეკომპანია იმედმა გვითხრა, რომ არის კერძო ტელევიზია, ეს პროტესტი გამოგვეცხადებია მერიის წინ. თბილისის მერიამ მათი შენობის წინ მოწყობილ სოციალურად დაუცველების აქციაზე TV1-ისგან შეიტყო. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც მერია ამტკიცებს, რომ შენობა სასწრაფოდ დასაცლელია და ბენეფიციარებს ჯერ სხვაგან ქირის გადაყვანას, შემდეგ კი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას პირდებიან, მაგრამ ბენეფიციარები ქირით გადაყვანას არ თანხმდებიან და პირდაპირ ალტერნატიულ ფართში შესვლას ითხოვენ. სიცოცხლე რო შევინარჩუნოთ ბავშვებთან ერთად, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. სიცოცხლისთვის ვიბრზო. ჩავთავთ შუქს. გვემუქრებიან 5 წელი ციხეში ჩადიდებით. რატო? წინა საარჩევნო პერიოდში ორხევის პარკში მოვიდნენ, შეხვდნენ მოსახლეობას, ხელის გულზე დაგვისვეს.
სოციალურად დაუცველებს არჩევნების წინ დაპირდნენ, რომ ხელს ვერავინ ახლებდათ. არჩევნების შემდეგ ბინების დატოვება თავიდან მოსთხოვეს. ახლა ბენეფიციარებმა საცხოვრისში ელექტროენერგია თვითნებურად აღადგინეს და დარწმუნებულები არიან, რომ ორშაბათს დენს ისევ ჩაუჭრიან. ამიტომ აქციის გამართვასა მერიის შენობის წინ ყოფნას აპირებენ.